სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით 22 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 25 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ოჯახს დაუბრუნდა. მთელი საქართველოს ქართველი ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულ გმირებს. ყველა მათგანმა საკუთარი ისტორია შექმნა ცხოვრების მანძილზე. ყველა მათგანი გმირია, ყველა მათგანი სასახელო ქართველია. ბიჭები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ აფხაზეთში, რომ თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე მოეხადათ და ბოლომდე იბრძოლეს ფრონტის სხვადასხვა ხაზზე და შესწირეს უზენაესი რაც კი გააჩნია ადამიანს თავიანთი სიცოცხლე, საქართველოს კეთილდღეობას და საქართველოს ერთიანობას. დღეს კიდევ ერთი მძიმე დღეა ჩვენთვის. ჩვენ გადმოვასვენეთ ჩვენი ძმები, დაუბრუნეთ თავიანთ ოჯახებს და ეს გოხარებს რომ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ჩვენი ბიჭები სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხალხია გადმოსასვენებელი. ეს უნდა გაკეთდეს, რადგანაც დედა შეეძლოს თავის შვილი დაიტიროს საფლავს. აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საზოგადოებამ. მე კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, მიუსამძიმრო მათ ახლობლებს, მეგობრებს სრულიად საქართველოს. ეს ძალიან მძიმეა. 25 წლის შემდეგ მოხდა გადმოსვენება და ოჯახებს ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაიტირონ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოხდეს შერიგება, მოხდეს აფხაზების და ოსების, ჩვენი ძმების და დების დაბრუნება. დღეს ემოციური დღეა, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენი ქვეყნის შვილისთვის, იმიტომ რომ ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი მებრძოლები, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და სიმტკიცისთვის მებრძოლი ადამიანები, ვისაც ვეძებდით ბევრი წლის განმავლობაში ოჯახებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველასგან, ჩემგან, როგორც რიგითი მოქალაქისგან ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგა სამინისტროს ბატონი სოზარ სუბარის უწყებას, აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებას და რა თქმა უნდა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, რადგანაც მათი დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით იმას, რომ 2013 წლიდან დღემდე ყოველ წელს უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა რიცხვი მცირდება და რა თქმა უნდა ეს ძალისხმევა გაგრძელდება იმისთვის, რომ ოჯახებმა, ცოლებმა, დედებმა, მამებმა, შვილებმა და უკვე საზოგადოებამ და ახალმა თაობებმა შეძლონ და ღირსეული პატივი მიაგონ მათ, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. სამწუხაროდ გრძელდება ძალიან ტკივილიანი დღეები. დღეს კიდევ რამოდენიმე ოჯახი ცრემ ნარევს სიხარულს განიცდის. მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ მუშაობას ასრულებს ტოლთა განსახლების სამინისტრო. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო აქტიურად ამ პროცესში. აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც ხელი შეუწყო სამარხების მოძიებაში. ძალიან დიდი ტკივილის დღეა და ამავე დროს რაღაც გარკვეული სიამაყის ამ ადამიანების გვერდით ვიყავი და ვიცნობდი მათ და ის რომ ესეთი ბიჭები, ესეთი ადამიანები საქართველოს ყავს. გამორჩეული გმირები არიან. ვიცი ამ ადამიანების თავგანწირვა, ვიცი მათ მიერ გაწეული შრომა და სიყვარული იმისთვის რომ ისაც მოხდა არ მომხდარიყო. ეს და გამოძახილია იმ ტკივილის რაც არის ჩვენ ქვეყანაში ამ მებრძოლთა ჩვენი გმირების ხსოვნა ჩვენ გვავალდებულებს რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ საქართველო გაერთიანდეს, გამთლენდეს და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად უგზო-უკლოდ დაკარგული კიდევ 14 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული. ეს პროცესი გრძელდება. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს ამბავი შევიტყვით, რომ ამა უნდა გადმოესვენებინათ, ძალიან ბევრი ემოცია ერთად მეუფლებოდა. დიდი სევდა, იყო ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა და ამაყი ვარ, რომ ვარ შოთა ჭყამაძის შვილი და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ჩემმა სახელმწიფომ ესე იზრუნა
მამაზე და სხვა გმირებზე და ესე დააფასა. ძალიან მძიმე დღე პირველ რიგში ოჯახებისთვის, მაგრამ ასევე მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ეს არის გახსენების დღე იმ გმირების, რომლაც სიცოცხლე დადეს ქვეყნისთვის. ეს არის ასევე სიხარულის დღე, იმიტომ სანამდე საქართველოში იქნებიან ასეთი ახალგაზრდები და ასეთი გმირები, რომლებიც მზად იქნებიან, რომ იყვნენ თავდადებული ქვეყნის მიმართ, ეს ქვეყანა იარსებებს და გაძლიერდება. ჩვენ უნდა მათ პატივი ვცეთ, გავიხსენოთ, არ დავივიწყოთ და ამათ მაგალითზე გავზარდოთ შვილები. არა იმისთვის, რომ შემდეგ ომებში მიიღონ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის მიმართ იცოდნენ, რას ნიშნავს ერთგულება. 22 სამშობლოსთვის დაღუპული გმირები მევაბარეთ დღეს მიწას. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ისტორია, თითოეული მათგანი როგორი ბრძოდნენ, როგორ მოხდა მათი დაღუპვა, განსაკუთრებული ისტორიებია, რომლებზეც შეიძლება მთელი წიგნები დაიწეროს და ფილმები გააკეთდეს. მადლობა მინდა უთხრა ამ პროცესში თანადგომისთვის აფხაზურ მხარეს, გულისხმიერებისთვის და განსაკუთრებით კიდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს. გმირები, რომლებიც საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ: თამას ხარბედია, მიხეილ კოკაია, ზურაბ ძამუნაშვილი, გელა ფარქოსაძე, გოჩა შინჯიკაშვილი, გიორგი არზუმანოვი, კობა ხეჩიკაშვილი, ნუგზარ ფრიდონიშვილი, ზაზა მაჭარაშვილი, ერმილე მაჭარაშვილი, სიმონ ჟორჟოლიანი, მუხრან თუთისანი, დავით ღლონტი, იმედა კოპალიანი, დავით წურწუნია, შოთა ჯღამაძე, ნუგზარ მილორავა, ასკალო მანაგაძე, გელა თურმანიძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, მუხრან მაჭარაშვილი, გიორგი ზარქუა.